ვფიქრობ, რომ საზოგადოებას მთავარია ეს მოდის, რომ ყველაფერი ის, რასაც დღეს აკეთებს ეს ხელისუფლების გუნდი, რომელსაც აქვს უმძიმესი კრიზისი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ ვერ მოიპოვა ლეგიტიმაცია, არანაირი დღის წესრიგი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს მოქალაქის ინტერესს არ უკავშირდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი უკვე იწყებს, ასე ვთქვათ, შიგნიდან ჭამას, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული იყო იქ, რა თქმა უნდა, კლანები. აქ მოხდა რაღაც კლანებს შორის დაპირისპირება, ამ კლანებში გაიმარჯვა იმ კლანმა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას და მას სურს, რომ გადაიფორმოს შემოსავლის წყაროები, რომელიც ჰქონდათ სხვებს მანამდე, იმიტომ რომ საქართველოს თავისი ზომიდან გამომდინარე პატარა კორუფციისთვისაც პატარა მასშტაბის ქვეყანაა. ყველას, ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, ეს სალაფავი, რომელსაც ჭამენ უკვე წლებია და აწლეულია ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ხალხის ხარჯზე, არ ყოფნის ყველას, ამიტომ ახლა ერთი დაჯგუფება ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, ისარგებლოს იმით, სანამ აქვს დრო, სანამ მისი ჯერია, ასე ვთქვათ, და სალაფავთან მივიდეს თვითონ. აი ეს არის მთელი შინაარსი იმ ყველაფრის, რაც ხდება, გარდა იმისა, რომ პარალელურ რეჟიმში რაღაცა სანახაობას ქმნიან ამ ყველაფრით, იმიტომ რომ პრინციპი, კორუფციული მართვის პრინციპი არის ის პრინციპი, რაზეც დგას ქართული ოცნების რეჟიმი, მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მასშტაბი ამ კორუფციას გაიზარდა წლებთან ერთად, იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს რჩებოდა ეს ძალა ხელისუფლებაში, მით უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა კორუფციის და რეალურად ვინმეს რომ კორუფციასთან ბრძოლა ქონოდა ამის სურვილი, მათ შორის კობახიძის კლანსაც, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ამისი ყველა შესაძლებლობები ჰქონდა, როდესაც პარლამენტში იყო მაგალითად და როდესაც პარლამენტში ძალიან აქტიურად კობახიძე, მდინარაძე და სხვები ბლოკავდნენ მაგალითად ჩვენი ოპოზიციის ყველა ინიციატივას, რაც შეეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას. ასე რომ ეს არაფერი სხვა არ არის, თუ არა შიდა კლანური დაპირისპირება რესურსებისთვის ბრძოლაში და ასევე გარკვეული პიარ სანახაობა ხალხისთვის. მეორეს მხრივ არის თუ არა ქალბატონ სალომე ეს პირდაპირი აღიარება იმის, რომ არ არსებობდა ქვეყანაში სახელმწიფო უწყება, საიდანაც ჩინოვნიკები, ქართული ოცნების ჩინოვნიკები ფულს არ იპარავდნენ. იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის სამინისტროზე, ვსაუბრობთ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც ციხეში ზის, ვსაუბრობთ ბაღებზე, თბილისის მერიაზე, ჯანდაცვის სამინისტროზე. ეს არის თუ არა ოცნების აღიარება, რომ კორუფციაში ირჩევა 13 წლის განმავლობაში მთელი ეს სისტემა. ხო, ნუ ახლა აქ მარტივი არის რეჟიმის გათვლა არის, რომ საზოგადოება მოატყუოს, რომ აი ვიღაცა იყო ცუდი ამ რეჟიმის, ასე ვთქვათ, რიგებში და ისინი ვარავდნენ ფულს და რეჟიმი აქ რაღაცა ახლა გაიმარჯვა, ესე იგი კორუფციასთან მებრძოლმა ძალამ, ამიტომ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ეს არა მარტო აღიარება არის, რომ ივანიშვილის რეჟიმი თავიდან ბოლომდე არის კორუფციაზე დგომი რეჟიმი, რომ ეს რეჟიმი, რომელმაც საოცრად გაამდიდრა ივანიშვილიდან დაწყებული და კალაძიდან დაწყებული და კობახიძის ჩათვლითაც ახლა ვინმეს ხო არ გონია, რომ კობახიძეს არ აქვს საკუთარი ფინანსური ძალიან, ასე ვთქვათ, მომგებიანი გარიგება ივანიშვილთან და უფასოდ ემსახურება საკუთარ პატრონს, რა თქმა უნდა, არა. ანუ ეს არის რეჟიმი, რომელმაც გაამდიდრა რეჟიმის ყველა წარმომადგენელი, ქართული ხალხის და მათ შორის ყველაზე დაუცველი ფენების, ჩვენი საზოგადოების გაძარცვის ხარჯზე და ამ ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულის მოპარვის ხარჯზე გამდიდრდა. და დღეს იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოაცხადოს და სხვა მიზეზებს გარდა, სხვა მიზეზებს რო თავი დავანებოთ გაყალბებულ არჩევნებს, კონსტიტუციის დარღვევას, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ყველა სხვა მიზეზს, რომლის გამოც ეს არის დღეს არალეგიტიმური რეჟიმი თავი რო დავანებოთ, მარტო აი ამ მასშტაბური კორუფციის გამოც კი, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი გამოსავალი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს იქნებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების
დანიშნა, იმიტომ რომ როდესაც ესეთი მასშტაბური კორუფცია დგინდება, აქ ცხადია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის ყველა ქვეშევრდომს, რომელიც ამ წლების მანძილზე საკუთარი საქმიანობით საფარავს, ასე ვთქვათ, იმ სისტემას ქმნიდან, რომელ სისტემაშიც ეს ძარცვა ქართველი ბავშვებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის და ყველაზე დაუცველი ფენებისთვის ფულის პარვის ეს მთელი მანქანა ძალიან წარმატებით და დაუშილოთ მუშაობდა. ქალბატონ სალომე, მინდა გკითხოთ გუშინდელ გზავნილებზე, რომლის მოწმენაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებულ მოადგილეს უწევდა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პირი იჯდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე და განხილვას სწორედ დამტკიცებდა, რომ არანაირი უფლება ამ ქვეყანაში არ ირღვევა. ძალიან მძიმე იყო გზავნილები, რომელსაც ამჯერად ქართული ოცნება იღებდა გაეროდან. პარალელურ რეჟიმში დემოკრატიობანას თამაში ვახსენე, მე ვგულისხმობ ოცნების შემოთავაზებას დებატების დაწყებასთან დაკავშირებით. პირველი მაინტერესებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ უმძიმეს შეფასებებს, რომელსაც ჩვენ გუშინ ვისმენდით გაეროდან, ეს ერთი და მეორე, რას ემსახურება ეგრეთ წოდებული დემოკრატიული პროცესების დაბრუნება პოლიტიკურ ჩარჩოში, როგორც ამას კობახიძე ამბობს დებატების სახით. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში, იმიტომ რომ ჩვენ რაც მოვისმინეთ გაეროს ფარგლებში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მე მგონი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელს ხდეს, მათ შორის იმ ხალხისთვის, ვისაც რაღაცა მოლოდინი აქვს თუ აინტერესებს, არ ვიცი, შეიძლება მომხრე არის დღევანდელი ხელისუფლების, რომ რატო არის საერთაშორისო იზოლაციაში ივანიშვილის რეჟიმი? ივანიშვილის რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც სისტემატიურად არღვევს ადამიანის უფლებებს საკუთარ ქვეყანაში, რეჟიმი, რომელმაც გასული 3 წლის მანძილზე განსაკუთრებით ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში შეაჩერა ჩვენი კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებების, პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის პროცესი და ამიტომ ეს საერთაშორისო იზოლაცია დარჩება დღის წესრიგში და გაგრძელდება და მათ შორის ჰელსინკის კომიტეტში დაგეგმილი მოსმენაც ამისი კიდევ ერთი ნიშანია. ამის პარალელურად ხელისუფლებას ცხადია ჭირდება, ასე ვთქვათ, რაღაცა შექმნა განცდის, რომ თითქოს ვითარების ნორმალიზაცია შეიძლება იყოს შესაძლებლობა და ამიტომ მოიგონეს მე მგონი ეს დებატების თემა. ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ თუმცა კარტები უფრო მეტად გახსნეს და მაგალითად თუ კი საუბარი იყო თავდაპირველად იმაზე, რომ დებატები დემოკრატიული პროცესების დაბრუნებას შეუწყობდა ხელს, დღეს მაგალითად გია ვოლსკიმ თქვა, რომ დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დაპირისპირებული აზრი აქვთ, მაგრამ ამავე დროს ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობენ, თქვენ რომ ვოლსკის და ქართული ოცნების აზრით არ ფიქრობთ ქვეყნის უკეთეს მომავალზე, ამას პოლიტიკოსების წინააღმდეგ ნებული ბრალიც ადასტურებს ერთის მხრიდან, მეორე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების მოთხოვნით შესulis არჩევნიც. ხო, ახლა მე არ მომისმენია კონკრეტულად ეს განცხადება, მაგრამ არ მიყვარს, იმიტომ რომ ავტოკრატიის, ასე ვთქვათ, ავტოკრატია მათ შორის ამას გულისხმობს, რომ თვითონ სურს ივანიშვილს უნდა გადაუწყვიტოს ქართულ ხალხს, როგორც ყველაფერი სხვა, ასევე ის თუ ვინ არის, ასე ვთქვათ, მათი ინტერესების ამსახველი ოპოზიცია. მე ვფიქრობ, რომ თუ ამ გზაზე დადგება მართველი გუნდი, ეს მხოლოდ საკუთარ თავს კიდევ უფრო დასაცინს გახდის, დღესაც უკვე სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული და საკუთარი საზოგადოებისგან აბუჩად ასაგდები ძალა კიდევ უფრო კომიკური გახდება, ჩემი აზრით, თუ ამ გზას დაადგებიან, რომ ამ განაცხადსაც აქცევენ რაღაცა უნიჭო სანახაობად. ჩემი პოზიცია არის, თუ საუბარი არის, ასე ვთქვათ, რომ რეალურ პოლიტიკურ დებატებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვს შესაბამისი საზოგადოებრივი ელექტორალური მხარდაჭერა და დიახ, ისინი წარმოადგენენ დღეს მთავარ ოპოზიციურ მოთამაშეებს. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში
ასეთმა პოლიტიკურმა ძალებმა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის მოკვლა არის, მათ შორის ივანიშვილის დღის წესრიგი, აპრიორი უარი შეიძლება არ თქვან მსგავს ფორმატზე. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მონაწილეობა მიიღო ხელისუფლების დადგმულ რაღაცა შოუში, ამიტომ თუ იქნება ანუ დებატები ოპოზიციის პირობებით და არა ქართული ოცნების თამაშის წესებით, ამას ამბობთ? შესაძლოა ეს არ იყოს მაინც და მაინც ოპოზიციის პირობებით, მაგრამ გარკვეული შეთანხმებული პირობებით, რაც გულისხმობს ფორმატს, რაც გულისხმობს დღის წესრიგს. მე ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ მოვისმინე მათ შორის განცხადებები იმაზე, რომ არა და არასდროს და არაფერი. ქალბატონ სალომეს გულისხმობთ ალბათ. არა მხოლოდ სხვადასხვა ხალხმა თქვა მსგავსი რამ, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პოლიტიკური პროცესის გაცოცხლება არის ასევე ქართული ხალხის ინტერესებში, ასევე არის ჩემი აზრით პოლიტიკური ოპოზიციის ინტერესებში, იმიტომ რომ დღეს ივანიშვილის დღის წესრიგია, რომ პოლიტიკური პროცესი მოკლდეს და თუ ჩვენ შეგვიძლია რაიმე ასე ვთქვათ, დღის წესრიგი გამოვიყენოთ პოლიტიკური პროცესის გასაცოცხლებლად, ჩემი აზრით ეს უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში ეს არის ხელისუფლების დღის წესრიგი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს რაღაც ასე ვთქვათ ფორმატზე ეს ხელისუფლება არ წამოვა და დღევანდელი განცხადებები, რომლის ციტირებას თქვენ მოახდინეთ, არის კიდე ერთი ამის დასტური, რომ მათ შორის აი ეს კობახიძის ეს რაღაცა განაცხადიც გახდება მორიგი ქართული ოცნების აბუჩათ ასაგდები, მათი რეალური სახის ლუსტრაციისთვის, ასე ვთქვათ, გამოსადეგი კიდევ ერთი ინიციატივა, იმიტომ რომ ცხადია, რომ საზოგადოება მხოლოდ დაცინვით უპასუხებს მსგავს რაღაცა ფორმატს დებატების, სადაც არ ვიცი კობახიძე ვისთან აპირებს ალბათ შეიძლება ყაველაშვილთან დაჯდეს დებატებში და ხალხს აყურებინონ როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის დებატები, რომ ყაველაშვილი ხო არ არის ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენელი და ესა თუ აპირებენ რომ ასე პარლამენტშიც არსებობს ოპოზიცია, რომელიც ქართული ოცნების განაყარია. თლად არ ვიცი თუ ამას გულისხმობს. საინტერესოა მაშინ ვისზე არის გათვლა, ვისზე იქნება გათვლა ამ ეგრეთ წოდებული დემოკრატიული პროცესის აღდგენისა. ეს არის შიდა პოლიტიკური გათვლა თუ საგარეო ფაქტორზე გათვლა, რომ რაღაცები დაალაგდა ქვეყნის შიგნით. სანამ დაგემშვიდობებით ქალბატონ სალომე, თქვენ პოლიტიკური პროცესის აქტუალიზების აუცილებლობა ახსენეთ, თუნდაც ამ დებატების ფორმატში და ამ დებატებში მონაწილეობის ფორმატში არის თუ არა პოლიტიკური პროცესის აქტუალობის საწყისი საერთო სტრატეგიაზე მუშაობა, რომელზეც ბოლო პერიოდში ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ, გულისხმობ საერთო მუშაობას ხელისუფლების ჩამოსაშორებლად და ვადამდელი არჩევნების ჩასანიშნად. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო ამაზე, რომ ზოგადი კოორდინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კოორდინაციის პროცესის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანია დღის წესრიგი, რა ასე ვთქვათ, რა დღის წესრიგის გარშემო მიმდინარეობს ეს კოორდინაცია, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მე ჩემ აზრს ვამბობ პირად მოსაზრებას, დღეს ის გამოწვევა, რომელიც აქვს პოლიტიკურ აქტორებს გულისხმობ, იმიტომ რომ რაღაცნაირად პოლიტიკური პროცესი დაყვანილია დღეს აქტივიზმზე, ესე ვიტყოდი, ქუჩის პროტესტი ეს არის აქტივიზმი, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური პროცესი, რომელმაც უნდა შექმნას ამ საზოგადოებისთვის, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ალტერნატივა, პოლიტიკური ალტერნატივა, რომელსაც დაინახავს ძალიან ცხადად, როგორც ქართველი ამორჩეველი, ასევე ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ქვეყნის გარეთ. აი პოლიტიკური ალტერნატივის ფორმირების თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ჩემ პირად აზრით მოგახსენებ, დღეს არის პროცესი შესული ჩიხში. ამიტომ როგორ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, აი ამ პოლიტიკური დღის წესრიგის გარშემო კოორდინაცია, ეს არის ალბათ დღეს სამშობლო და ეს არის ჩემი აზრით პოლიტიკური აქტორების მთავარი გამოწვევა. მადლობა.